რუსულ ბაზარზე დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ქართულმა ღვინო მეზობელ ქვეყანაში პოზიციები დაიბრუნა და ექსპორტის დიდი ნაწილი დღეს სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. თუმცა ღვინის კომპანიები და ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა პოლიტიკამ ქართული ღვინო რუსული ბაზრიდან კიდევ ერთხელ გამოაცევას. დაბრუნებიდან 9 თვეში ქართული ღვინისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი იქცა. 2014 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 11 მილიონ ბოთლზე მეტი გავიდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 71% შეადგინა. კომპანიები პროდუქციის სწრაფ რეალიზაციას ქართული ღვინის პოპულარობითა და მოთხოვნით ხსნიან, თუმცა ამ ფონზე პოლიტიკური ფაქტორის გაძლიერების საფრთხეებზეც საუბრობენ. რუსეთთან ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული ის პოლიტიკური და გარკვეულწილად ეკონომიკური რისკებიც, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის დახურვა. ვცდილობთ, რომ რუსეთის ბაზრის წილი არ აღემატებოდეს 25%. იყო რაღაც დოზით ნოსტალგია და რუსი მომხმარებელი კარგად იცნობს ქართულ ღვინოს და ამიტომ არის ასეთი მზარდი მოთხოვნა ამ ბაზარზე. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოსალოდნელ შეზღუდვებს ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ პროგნოზირებენ. რუსეთშიც ელოდებოდნენ ქართულ ღვინო პროდუქციას და ასევე ჩვენი კომპანია არანაირი ჩვენ სააგენტოში ან კომპანიებიდან რაიმე ისეთი სიგნალები ნამდვილად არ არის, რომ სავარაუდოდ ახლო მომავალში რუსული ბაზარი დაიგეთება. საპარლამენტო უმცირესობაში კი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ეკონომიკური შეზღუდვები კიდევ ერთხელ გამოიყენოს. პოლიტიკა და ეკონომიკა რუსეთმა შემოიტანა ჩვენთან თავისთან ურთიერთობაში, ემბარგო დააწესა პუტინმა, რომ ჩვენ გვტყენოდა. ბუნებრივია, თუ ურთიერთობები დაიძაბა, არ გამორიცხავ, რომ მან ეს სანქციები გაიმართოს. რუსული ბაზრის სწრაფი ათვისების მოლოდინი ჰქონდა ემზარ ჯგერენაიას, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანასთან პოლიტიკური ინტერესების შეუთავსებლობის შემთხვევაში ეს პირდაპირ იქონიებს გავლენას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის შემცირებაზე. რუსეთი, რომელიც არის ბოლო დროს გააფრთხებული მიდგომების მიმართ ევროკავშირთან ასოციაცია ქვია, რუსეთს არა გამორიცხული გეგმაში გქონდეს ისევ ემბარგოს გამოცხადება და საკმაოდ ძლავრი არაღად გამოიყენოს იგივე ღვინის ექსპორტი რუსეთში. 2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ღვინის ექსპორტმა $51 მილიონ გადააჭარბა, საიდანაც დიდი წილი სწორედ რუსეთზე მოდის. ამის მიუხედავად, ქართული ღვინის კომპანიები რუსულ ბაზარზე იმედების დამყარებას ერიდებიან.